კაი სალამი აბა, დილამშვიდობის ყველას. ხო იცი ერთხელ რომ მიხვალ მონატრებულ სათევზაოს, მერე სათევზაო სტილზე, მერე ჰარ დაგეძინება და კიდე მოგინდება მოსვლა. ხო და ისევ აქ ვარ, ჭანდარა, ტივტივა, დავიწყოთ. აი ესეთი მცირე აღჭურვილობა მაქვს, ჩემ საფიდერეს გამი დავტოვე, წამოვიღე, ჩემი სატივტივე სკამი, ყუთი, რავი, რაც გინდათ ის დავასხოთ. მოდით აქ ვეუცებ, დავაწყოთ, გაჩვენებ. როგორ ვაწყობ ხოლმე. საკმაოდ ტევადია. აქვს ესეთი ფეხები. განაც ესე რეგულირდება. ესე მოჩა. მამას უკანებს ცოტას დავწერე. კაია. ჯოხი აწყობილი მაქვს, ჭიები მაქვს. წამოღებული. დამჭირდება კიდე აქეთ. მონტაჟები. რბილი სკამი. ფიდერ ესა ტივტივის არმი, რომელსაც დავამაგრებ. რაღაცა და მაგი და უცილებლად. და ეს თევზის დამჭერი. დასაკვები წამოვიღე, რახან წინაზე ნიორმა იმუშავა, ისევ ნიორი წამოვიღე, ნუ რაც ქონდა G-Stream-ის, აი ძველი ნიორი, მაგასაც გავურევ. მეტი არაფერი არ გვაქვს. ეს მაგიდა ესე, მარტივად. ჰოპ. პატარა მაგიდა, თავისი ჯოხის დამწერით, ესე. აქ ჩავსვავ. და მაქვს კიდე ესეთი რაღაცა. ეს არის ტივტივის არმი. ესე მაგდება. ესე მაგრეთ. და ეს გაიშლება სიძეზე. ესე გამოიყურება. იქ დავდებ ჯოხს ესე მარტივად. აბა რა გაჩვენოთ. ესე იდება რა. ესე. როგორია. ეს ჩემი სატვიტივე აღჭურვილობაა. გავუკეთოთ ჭია და დავიწყოთ თევზაობა. აი ესე ავიწყე. დავიწყოთ თევზაობა. რამდენიმე ჩარტყმა დავინახე. ჩარტყმა და ჩაძირვა. ნუ ნახოთ აბა რას გვიჩვენებს. დღევანდელი დღე. ჩემი 5 მეტრიანი სივეი და პალსეიდონით ვარ ისევ, ძალიან მომეწონა ეს ჯოხი. ისევ ამით ვითევზავებ. დამიჯდა და დამისასება. მე აბა გამოდიშა. აი. თვითონ გამოვიდა. აბა როგორია. პირველი არის. გამოჩნდა ხო კადრში. ჯერ აქეთ შევინახოთ და მე მივხედოთ სათანადოდ. კარგად ახახებ. ცოტა უჭირს და მინდა შემოვიყვანო იყოს წვრილი თევზი. გამურევ მოსაკვებს მინდრის არომატებს. ეს ახალი G-Stream-ი არ გამომიტენებია. ესეთი შეკუთვა წითელი
G-Stream Expert. ნახოთ. მაგარი კვეთრი არომატი მოსდევს. ბევრი არა, ძალიან ცოტა რო არ დავაფრთხო. აი ეს მეტი არ უნდა. ეს კაი იდეა, ნეტა ყველა მოგცადე. თავისი ისა ჩამკეტი. всё, ჩაკეტილია პარკი. ძალიან პრაქტიკულია ესეთი რაოდენობა, ბევრი არ მინდა. ერთი სამი ბურთულა მეტი არ მინდა. რაღაცა ფიქრობ, რომ ცოტა დიდი ზომის ნემსიკავი მაქვს და მინდა ერთი ზომით პატარა დავაყენო. გამოვიყენებ ესეთ სესამეს Ruisen and Hold, ესე ქვია. წინაზეც ეგ ნემსიკავი გამოვიყენე და ვთქვი, რომ დიდი ხნის წინ მქონდა შეძენილი და არ მახსოვდა სახელი და ვიპოვე. აი ეს მოდელია. ვისაც გაინტერესებს, ეგ კონკრეტული ფლაგმან ჯორჯიაში ვიყიდე და სადავეს გავუკეთებ Broad ფირმის 0.12 მმ-ს. ახლა გაჩვენებთ როგორი სადავე გამოვა. ნემსიკავი არის უყუნწო. ეგ როლი ყუნწი არ აქვს. ესეთი გამოვიდა. სადღაც 20 სანტიმეტრი. შევცვალოთ და ვნახოთ. პატარა ზომა ნემსიკავმა გაამართლა როგორც ჩანს. კი ბატონო, აქავა. აგე დავსვი შენ სახელზე. კაი ზომა. ხო, აქავა რა დავით მოკლედ. თუ ხო დამირეკე. და ამასობაში ესეთი ზომა. პატარა, მაგრამ სასიხარულო. დაიწყოს პატარებით, დაამთავროს დიდებით. შემდეგი პატარა ზომის ძალიან დიდი ზომა გამექცა აქვე. ვაგზელებთ.
პატარა, მაგრამ სასიხარულო. ისე იყო ვერც გავიგე ანუ არ ჩაუთ არაფერი უბრალოდ ამოვწია და ზედეკია დავიღალე ერთ ადგილზე ჯდომა არადა დღეს წვიმა ეწერა. სიმართლე თქვა, წვიმის გამო წამოვედი რა წვიმაში მინდოდა თევზაობა. ქოლგა მაგ წამოღებული რაღაც. საწვიმარი. როგორი მზე ამოვიდა. ეს მაწვალებს, ეს მაწვალებს ეს ოხერი. თეთრულა თუ თაღლითა გამბუზი ასე დახიან. არის თუ არა თევზი. კაი ზომა შეხოთაშორს. ჭია შესაძლებელი. კაი ზომა. ვენერი ზომა. მოკლედ იმას დავასყენე, რომ ახალი ჭია მოსწონს რა. ახალ ჭიას გავუკეთებ და უფრო თამამი ჩართმევია. საბრაიჭია. ამიშოში დაიჭია.
მოდ აკავა თავის ყველაფრით მოკლედ რა კამიშებზე გაიჭირა რა მოვიყარე რაღაც კარგი იყო ძალიან დაგვენახე ესეთი პატარა გაჩხარა კაი ხანი არ დამჭერია შემდეგი აი ჭიას რას უშვება ესე არ უნდა ჩაუშვათ უნდა გამოცვალოთ რა თუ რა ძალიან პასიურად იღებს ისედაც ფრთხილობს და თქოს გააქტიურდა სავით აგვენახე
ესეთი შენიერი. So, dan de chop. Tučse რა. რანარი ტუჩია, გაბერილი ტუჩია. ბოტოქსია გაკეთებული. რაღაცნაირი. სიტუაცია ისეთია, ქარი ამოვარდა, მაგრამ გააქტიურდა რა. შემოვიდა დარჩხანა და ვიჭერთ რა, ვინც იცის იჭერს. მაგრამ მე მალე წასასვლელი გავხდები, საქმე გამიჩნდა და ეს მოკლე თევზაობა გამოვა. თუმცა მაინც ყვაყოფილი ვარ. ნორმალურად დავიჭირე. მე ვნახოთ შედეგი, აბა. ეს ძალიან პატარა. რა ზონაში წავა. ესეც ასე დავამთავრებ დღევანდელ თევზაობას. თევზაობა შედგა ძალიან ვისი ამოვნე. უკვე შუადღის მერე გააქტიურდა კარგად თევზი, შემოვიდა წერტილში. მაგრამ უნდა დავამთავრე, რაღაც საქმეები გამომიჩნდა და უნდა წავიდე. ვისი ამოვნე საკმაოდ თევზჭერით და აბა ვნახოთ ერთად რა შედეგი დავდეთ. ავიღოთ შხარიალის ხამა. შედეგი გავერთე რა. ეხლა სათში გადავიდან და გავუშვათ ერთად აუცილებლად. ესეთი გამოვიდა. წინა გამოსვლასთან შედარებით მცირე რაოდენობა ალბათ ამინდის წნევა მიმოქმედა, თუმცა გავერთე რა, მართლა გავერთე და ყველა თევზი უბრუნდება
ეგ არის და ეგ შეხვდებით მოდიოდა თევზაობას, გაუფრთხილდით ერთმანეთს და არ დაანაგვიანოთ ბუნება. მაგრამ